ზუნდაგას და ლომინას ჩანჩქერი. ორი სხვადასხვა მოგზაურობა, ორი სხვადასხვა თავგადასავალი ერთ ვიდეოში. ნახოთ, სად გაატარებენ უკეთ დროს კომშელები. Game over. გამარჯობა მეგობრებო, დღეს ჩვენ მივდივართ პატარა ლაშქრობაზე, ზუნდაგას ჩანჩქერზე, რომელიც აჭარაში მდებარეობს. გამარჯობა მეგობრებო, ეხლა მივდივართ ლომინას ჩანჩქერზე, ხონში. გზაზე შეგხვდა ესეთი ტრაქტორი და გზა არის ჩახერგილი და ეხლა ვარკვევთ როგორ შეგვიძლია გავიდეთ. ესეთი მინიშნებები არის გზა და გზა და ამას უნდა მივყვეთ. ეხლა რამდენიმე შეგხვდა. ნახოთ წინ. ავედით. დაახლოებით 5 კილომეტრია, მაგრამ სირთულე არანაირი არ არის, იმიტომ რომ ბილიკი მიდის ბოლომდე და ბილიკს ფიზიკურად ვერ აცდები რა, ამიტომ დაამარცხე მარშრუტია და წამოვედით განსატვირთას. აქ ვერ დაიღლები ფიზიკურად და რაღაც რა, ანუ დიდ ლაშქრობასაც აქ ვერ შეხვდები, უბრალოდ დაგხვდება ულამაზესი ბუნება და ჩანჩქერი, რომელთანაც მივალთ და თვითონაც ნახავთ. მოკლედ აქ გავაჩერეთ მანქანა უკვე, იმიტომ რომ მეტი გზა აღარ არის სამანქანო და წავედით ახლა. ესეთი ბილიკები მიდის. აი, გამოჩნდა ჩანჩქერი. ესეთი ბილიკი მიდის. ჩვენ 500 მეტრის შემდეგ. აუ არ დრამდეს თოთ. სუნთქვის ვარჯიშები გააკეთეთ. აი ესეთი მინიშნებები არის, ასევე გზა და გზა. და ამას უნდა გავყვეთ. ხოძრა. როგორ ხარ როგორ გქონდავს? კარგად, ესე კარგად. ასვაო. როგორ მიდის ლაშქრობა? კარგად, ეტაპობრივად. გეგმიურად. გამხელაჭი ანჭველებია თუ ობობა, თუ ობობა ყოფილი. შეგახტები. მარიამ შე როგორ გქონდავს? ძალიან კარგად. უბრალოდ ერთმა რამემ დამღალა რა, ის სულ ჩერდებით.
დიანა. ესე იგი დასაწყისში ვთქვი რომ ამ ლაშქრობაში ვერ დაიღლებითო რა. ჩვენ ახლა სეზონზე პირველი გასვლა გაქვს, დიდი ხანი არსად არ გავსულართ, შესაბამისად სულ აღმართებში დავდივართ და დავიღალეთ რა. ვინც ვერ დადიხართ ბევრს მაგალითად მალე იღლებით, ეს ლაშქრობა დაგიღალეთ, როგორც მე. დიან არის დეტექტივი რა. ღმერთი რომ მიწებს ანაწილებდა, ქართველები ქეიფობდნენ და როცა მიწის დანაწილება დასრულდა, ქართველები ღმერთთან მივიდნენ და სთხოვეს რომ ჩვენ სადღეგრძელოს ვამდით და ჩვენც გვიბოძე მიწაო და ღმერთმა თავისთვის გადანახული მიწა ქართველებს აჩუქა, რომელსაც საქართველო ქვია. ბრავო! კიდევ ერთი მინიშნება გზად და გავუყევით გზას. ესეთი მინიშნებაა და უნდა ავიდეთ აქ. აქ კიდე არ ჩანს კარგად, მაგრამ საკმაოდ ციცაბო აღმართია. ციცაბოა. ცით. აი აქაც კი არის მინიშნება ჩაფული. კიდევ ერთი. ესეთი მინიშნებაა და გავუყვებით ბილიქს. მოვედით და მართლაც ულამაზესი ადგილია. ეს არის ლომინას ჩანჩქერი ხონში. ძალიან ცივია, ვაპირებდი ბანაობას, მაგრამ ფეხი ჩაუყრე და უკვე გაყინული მაქვს. ძალიან ცივია. დრონის კადრები გვინდოდა, მაგრამ დრონი არ ჩაირთო. ამიტომ დავწყობთ ესე. ეხლა უნდა მოვაბრუნოთ და ზევით კაი ადგილი ვნახეთ გასაჩერებელი და იქ უნდა გავჩერდეთ. ჩანჩქერი, ნუ რა თქმა უნდა, ულამაზესი იყო. აი, ასეთ ადგილას გავაჩერეთ მანქანა. და ეხლა მოვაწყობთ პიკნიკს და კოცონსაც ვაპირებს რომ დავანთოთ. აი, აქეთ ჭრდილი არის და მაგიტო გავაჩერეთ. აქ. აი, იტენება რაღაცა მანქანაზე შეერთებულია. იტენება კი არა, იბერება. მოკლედ გაუბერეთ. ცოტა პატარაა, მაგრამ არ აუშავს. ეს ჩვენი ახალი სკამები პიკნიკის. ეხლა უნდა მივირთვათ საჭმელი, რომელიც ბათუმიდან წამოვიღეთ.
ხო და ერთი რამ გაითვალისწინეთ რა, როცა ჩანჩქერთან ან მდინარესთან მოდიხართ, ყოველთვის ძალიან ბევრი მწერი არის, ამიტომ გირჩევთ რომ წამოიღოთ მწერებისგან დამცავი რაიმე. ეხლა ჩავდივართ ესეთი კედლები არის განათებული. და საკმაოდ დაღმართია. სილამაზეა სიმწვანე და ძალიან ბევრი ნაგავი შეგვხვდა, როგორც ეს ნაბაღლავის ფოთლი მაგალითად და ბევრი ლუდის ან მწვანების ფოთლებით შეგვხვდა და ძალიან ცუდია. ჩვენ გაგვიჩნდა კითხვა. ჯერ აქ ვირა მოიტანა ლუდი და მე აქ თუ ამოიტანა ბარემ ცხარიელი ბოთლი უკანით ვეღარ წაიღო. ჩემი გაკეთებული ბურღული და სოკო. კარგია რა? ვაგროვებთ ეხა შეშას კოცონისთვის. აი აროა სადღაც იქ. ხო და აქ ინტერნეტი არ იჭერს. მხოლოდ მანქანაზე იჭერს და ეხა ვიწერთ ფილმს რომ საღამოს უყუროთ. აი ეს სულ მე შევაგროვე, როსაც მოვაქვს ეხლა. ჯობს რომ მე უკან გავიწიო. კოცონი მზადდება.
მე ჰარმონიკა მაჩუქეს დაბადების დღეზე დავსწავლობ დაკვრას და შემოგთავაზებთ პატარა რეპერტუარს, რომელიც ვისწავლე წეღა. მეტი აღარ ვიცი, You Are My Sunshine-ს უკრავდი, თუ ვერ მიხვდით. ჩვენი კოცონი ჩაქრა, იმიტომ რომ ძალიან სველი შეშა იყო. უკვე ნელა დაბნელებას იწყებს, აგრილდა და ეს ჩვენი სტუმარი ცუგო, რომელიცაც ვაჭამეთ და დანაყრებულია ეხლა. ბიჭია, ბიჭო ქვია. ბიჭო. ბიჭო. ზეკედე მიესალმე კომშელებს. კარტი ვითამაშოთ და ორივე ხელი მოვიგეთ, ხვალ ქუთაისში უნდა გამოვიაროთ და ჩვენ საყვარელ ადგილას, ორ ადგილას მოვიგე ჭამა. რომ ფილმი ჩაიწერა, აქ ინტერნეტი არ იჭერს. მხოლოდ მანქანის სახურავზე იჭერს და მოდი. Beautiful. რა სილამაზეა. Sculpture. სკულპტურა ვიგულისხმე. I'm sorry, do we? მოგადიეთ, ვიცნობთ ერთმანეთს. ეხლა უნდა ავიაროთ. ესეთი კიბეები არის. აი იქ უნდა ავით. ეხლა გვაქვს ესეთი ჩელენჯი. მე და დიანას ეს კიბეები წეგან რაც გაჩვენეთ. ეგ უნდა ავიაროთ ისე, რომ არ გავჩერდეთ. და ნახოთ თუ შევასრულებთ. ხო და უბრალოდ კიბეები არ არის, ანუ გრძელი კიბეებია რა, ანუ ესეთი მაღალი კიბეებია და მოკლედ საკმაოდ რთულია ჩვენი სიმაღლის ადამიანისთვის, რომ ამხელა კიბეებს ნახევარი ფაქტობრივად გავიარეთ. მე მოვედი. ახლა რომ გამაჩერა. მე აი ამან გამაჩერა, თორე აი ასული ვიყავი. სალა არ შემრჩევოთ. აი ერთი ეტაპი გადავლახეთ, ამოვედით ამ ჩასახვევამდე, სადაც კიბეები იყო დაღმართი და ეხლა დაღმართებში 1 კიდე 3 კილომეტრი გვაქვს გასავლელი და ივალთ მანქანამდე. ხოზრე გააკეთე კომენტარი. ჩამოვედით, დასრულდა ჩვენი პატარა ლაშქრობა. საკმაოდ დაღლილები ვართ. და რა ვიცი, აუცილებლად გირჩევთ, რომ ეს ადგილი უნდა მოინახულოთ, იმიტომ რომ მართლა ულამაზესია. შემდეგ შეხვედრამდე. დილა მშვიდობისა, გათენდა. ძალიან ლამაზი და წყნარი დილა არის. ავალა გეთნიუთები და ეხლა უნდა წავიდეთ ქუთაისში, ვჭამოთ ჩვენ საყვარელ ადგილას და შემდეგ წავალთ ბათუმში. ჩვენი საყვარელი კაფე 12-ზე იხსნება. ვერ ვასწრებთ ჭამას და ექსტრა მიჩი შევიჭამთ სანგემრელი ვეგეტარიანული სენდვიჩებია, მინდა გითხრათ აქ. აქაც ღუმელია გაფუჭებული და ჩემი საყვარელი ერთ-ერთი საყვარელი სენდვიჩი ვერ ვჭამთ. მომიწია ვრაპის შეყვეთ. გინახა ერმა. წავედით ბათუმისკენ, აქ დამთავრდა ჩვენი მოკლე ქალაქგარეთ გასეირნება და სოკარმა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, დღეს 26 მაისია, გვაჩუქეს აი ესეთი საყვარლობა ბრელოკი.
აბა, კარგად. შემდეგ შეხვედრამდე.